კომუნიზმი, შეკომუნისტო, შებნელო. უყურებ და გიკვირს, როგორ შეძლო ამ კაცმა ხალხის მოხიბლა და დარწმუნება, რომ კომუნიზმი საუკეთესო წყობა იყო? ხო, მეც ასე ვფიქრობდი, სანამ ამ ვიდეოს ვუყურებდი. და დიახ, მან მილიონობით ადამიანი მართლაც მოხიბლა. მათ შორის ინტელექტუალებიც, მუშებიც და გლეხებიც. დაფიქრდი, შენ რა იქნებოდი გამონაკლისი? დარწმუნებული ხარ, რომ იმ ქარიშხალში შენ არ აღმართავდი მუშს? სანამ უშუალოდ მე-19 საუკუნის ბნელ ქუჩებში შევიჭრებით, უნდა გვესმოდეს ერთი რამ. კომუნიზმი არ დაწყებულა მარქსით. ეს იყო კაცობრიობის უძველესი, შეიძლება ითქვას, ტკივილიანი ოცნება. კომუნიზმის იდეა, რომ ყველაფერი საერთოა და არ არსებობს ჩემი და შენი, ადამიანს ძვალ რბილში აქვს გამჯდარი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა, ეს არის ნოსტალგია დაკარგულ სამოთხეზე. მოდით გავიხსენოთ პლატონი. იგი თავის ნაშრომში სახელმწიფო აღწერს იდეალურ წყობას, სადაც მცველებს ანუ მმართველ კლასს არ გააჩნია კერძო საკუთრება. მათთვის ყველაფერი საერთოა, ცოლ-შვილიც კი. პლატონი თვლიდა, რომ საკუთრება შობს ეგოიზმს, ეგოიზმი კი ღუპავს სახელმწიფოს. კიდევ უფრო ადრე, თემური წყობილების დროს, ადამიანები იძულებულნი იყვნენ კომუნისტების მსგავსად ემოქმედად. თუ ნადირობდი, ნანადირევი ხორცი მთელ ტომს ეკუთვნოდა. თუ დამალავდი, ტომი მოკვდებოდა. შენ კი მარტო ვერ გადარჩებოდი. ეს იყო გადარჩენის კომუნიზმი. მაგრამ ყველაზე საინტერესო პარალელი ქრისტიანობის ადრეულ წლებშია. საქმე მოციქულთაში ვკითხულობთ პირველ ქრისტიანებზე. ყველას, ვინც ირწმუნა, ყველაფერი საერთო ჰქონდა. ყიდდნენ ქონებას და საბადებელს და უნაწილებდნენ ყველას, ვისაც რა სჭირდებოდა. ანუ, პირველი ქრისტიანული თემები ფაქტობრივად კომუნისტური პრინციპით ცხოვრობდნენ. ოღონდ ღმერთის სახელით და არა ეკონომიკის. მარქსმა მოგვიანებით ეს ძველი იდეა აიღო. ჩამოაშორა მას ღმერთი, ჩამოაშორა მორალი და დატოვა მხოლოდ ცივი, სასტიკი მატერიალიზმი. მან თქვა, სამოთხე დედამიწაზე უნდა ავაშენოთ და ამისთვის ლოცვა კი არა, რევოლუციაა საჭირო. კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, ორი აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟი, რომელთა ტანდემაც ისტორიის მიმდინარეობა შეცვალა. მათ მიერ შექმნილ იდეოლოგიას დაახლოებით 85-დან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კარლ ჰაინრიხ მარქსი დაიბადა 1818 წელს, გერმანიის ქალაქ ტრირში. აქ უნდა შევჩერდეთ მის წარმომავლობაზე, რადგან ეს ბევრისთვის საინტერესოა. იყო თუ არა ის ებრაელი? დიახ, ეთნიკურად და გენეტიკურად მარქსი 100%-ით ებრაელი იყო. უფრო მეტიც, ის მოდიოდა რაბინთა ძალიან დიდი და პატივსაცემი დინასტიიდან. დედამისის და ასევე მამამისის მხრიდანაც წინაპრები თაობების მანძილზე რაბინები იყვნენ. მაგრამ არის ერთი მაგრამ. მამამისი, ჰაინრიხ მარქსი, დაბადებით ჰირშელ მორდეხაი, იყო განათლებული ადვოკატი. იმ პერიოდის პრუსიაში ებრაელებს ეკრძალებოდათ სახელმწიფო სამსახურში მუშაობა და იურიდიული პრაქტიკა. კარიერა რომ შეენარჩუნებინა და ოჯახი ერჩინა, მამამისი იძულებული გახდა, უარი ეთქვა იუდაიზმზე და ლუთერანულ, ანუ პროტესტანტულ ეკლესიაში მოინათლა. კარლი 6 წლის იყო, როცა მონათლეს. შესაბამისად, მარქსი გაიზარდა არა სინაგოგაში, არამედ სეკულარულ, განმანათლებლურ გარემოში. თუმცა მისი უცხოობა გერმანულ საზოგადოებაში მაინც იგრძნობოდა. მეგობრები მას მეტსახელად მურს ეძახდნენ, მისი მუქი კანის, შავი თმისა და თვალების გამო. მარქსი იყო ქაოსისკენ მიდრეკილი. ახალგაზრდობაში ის იყო მეამბოხე სტუდენტი, რომელიც ბონის უნივერსიტეტში სმაში, დებოშიორობასა და დუელში ატარებდა დროს. მამამისი იძულებით გადაიყვანა ბერლინის უნივერსიტეტში, რომ ჭკუაზე მოეყვანა, მაგრამ იქ უარესი დაემართა. ის ჰეგელიანელებმა ჩაითრიეს. მარქსი არასდროს ყოფილა მუშათა კლასის წარმომადგენელი. ის იყო ინტელექტუალი, რომელსაც სძულდა ფიზიკური შრომა. მოგლეთ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მე წავედი. მთელი ცხოვრება ფინანსურ კრიზისში იყო. ხშირად შვილების გამოსაკვები ფულიც არ ჰქონდა და რომ არა ენგელსი, სავარაუდოდ, შიმშილით მოკვდებოდა. იგი ხასიათდებოდა დიქტატორული, შეუწყნარებელი, წარე ენითა და საოცარი ქარიზმით. მას სჯეროდა, რომ ყველაზე ჭკვიანი იყო ოთახში და ხშირად მართალიც იყო. თუ მარქსი იყო ტვინი,
ენგელსი იყო ბანკი და პოპულარიზატორი. ენგელსი 1820 წელს პრუსიის ქალაქ ბარმენში დაიბადა. ის იყო მდიდარი ტექსტილის ფაბრიკატის შვილი. ირონია, მაგრამ ფაქტია, კომუნიზმის ერთ-ერთი მამა იყო კლასიკური ბურჟუა, რომელიც მამის ფულით ცხოვრობდა, ნადირობდა მელიებზე, სვამდა ძვირადღირებულ ღვინოს და უყვარდა კარგი ცხოვრება. დღისით ის მამის ქარხანას მართავდა მანჩესტერში, ხოლო ღამით დადიოდა ღარიბულ უბნებში და ხედავდა მუშების გაუსაძლის ყოფას, ბავშვების შრომას და სიბინძურეს. სწორედ მანჩესტერში დაწერა მან თავისი ცნობილი ნაშრომი მუშათა კლასის მდგომარეობა ინგლისში. ენგელსი მარქსზე ბევრად პრაქტიკული, მოწესრიგებული და მიწიერი იყო. მან იცოდა ეკონომიკა პრაქტიკაში. იცოდა, როგორ კეთდებოდა ფული და როგორ ხდებოდა მუშების ექსპლუატაცია, რადგან თავად იყო დამქირავებელი. საბედისწერო შეხვედრა 1844 წელი, პარიზი. მათი გზები გადაიკვეთა კაფე დე ლა რეჟანსში. ეს არ იყო უბრალო შეხვედრა, ეს იყო ქიმიური რეაქცია. აღმოჩნდა, რომ ორივე ერთსა და იმავეს ფიქრობდა, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან. მარკს ჰქონდა ფილოსოფიური სიღრმე და თეორია, ენგელს ჰქონდა ფაქტები, ფული და წერის მსუბუქი სტილი. მათ დაინახეს სამყარო, რომელიც იცვლებოდა. ეს იყო ინდუსტრიული რევოლუციის პიკი. ქარხნები ბოლავდნენ, გლეხები ტოვებდნენ სოფლებს და ქალაქებში მონებად იქცეოდნენ. 12-14 საათიანი სამუშაო დღე, არანაირი დაზღვევა, არანაირი პენსია. თუ დასახიჩრდებოდი მუშაობის დროს, სამსახურს დაკარგავდი, ქუჩაში გაგაგდებდნენ და შიმშილით მოკვდებოდი. ბავშვები 6 წლიდან მუშაობდნენ მაღაროებში. სწორედ ამ ფონზე, ამ ტანჯოლ რეალობაში, მარქსმა და ენგელსმა გადაწყვიტეს, რომ სამყაროსთვის მხოლოდ ახსნა არ კმარა, როგორც მაგალითად ფილოსოფოსები აკეთებდნენ აქამდე. არამედ, მთავარი მიზანი სამყარო შეცვლაა. კომუნიზმის შავი ყუთი. ყურადღება, შავი ყუთი. რის შეცვლას აპირებდნენ? მოდით კარგად გავიგოთ თუ როგორი იყო მათი აზროვნების ფუნდამენტი. მარქსმა შეიმუშავა თეორია, რომელსაც ისტორიული მატერიალიზმი ჰქვია. მარტივად რომ ვთქვათ, მარქსის აზრით, ისტორიას წერენ არა მეფეები და გმირები, არამედ ეკონომიკა და კლასთა ბრძოლა. ანტიკურ ხანაში ზედაფენა ფლობდა ადამიანის სხეულს. მონა არ იყო ადამიანი, ის იყო მეტყველი იარაღი, რომლის სიცოცხლეც ბატონის ხუშტურზე ეკიდა. ფეოდალიზმში ზედაფენა ფლობდა მიწას. ყმა აღარ იყო ნივთი, მაგრამ ის იყო მიჯაჭვული მიწაზე. ის ვალდებული იყო, თავისი ნაშრომის ნაყოფი ფეოდალისტვის მიეცა. კაპიტალიზმში ზედაფენა ფლობს წარმოების საშუალებებს, ქარხნებსა და კაპიტალს. მუშა თითქოს თავისუფალია, მაგრამ სინამდვილეში თუ არ იმუშავებს, შიმშილით მოკვდება. ამიტომ ის იძულებულია ძალიან იაფად გაყიდოს თავისი დრო და ენერგია. მარქსი ამბობდა, შეხედეთ, ისტორია ყოველთვის ჩაგრულისა და მჩაგვრელის ბრძოლა იყო. კაპიტალიზმი ამის ბოლო სტადიაა. მისი ლოგიკა ასეთი იყო. ბურჟუა ანუ მეპატრონე არაფერს აკეთებს. ის მხოლოდ ფლობს დაზგას. მუშა აკეთებს ყველაფერს, მაგრამ იღებს კაპიკებს. სად მიდის დანარჩენი ფული? მეპატრონის ჯიბეში. ამას მარქსმა ზედმეტი ღირებულება დაარქვა. მარქსისთვის ეს იყო ქურდობა. შუშა რამდენი, მუშა რამდენი? მან იწინასწარმეტყველა, რომ კაპიტალიზმი თავისით ჩამოინგრეოდა. რატომ? იმიტომ, რომ მეპატრონეები სულ უფრო გამდიდრდებოდნენ. მუშები სულ უფრო გაღარიბდებოდნენ. ბოლოს და ბოლოს, მუშებს დასაკარგი არაფერი ექნებოდათ საკუთარი ბორკილების გარდა. და სწორედ, აქ შემოდის სცენაზე პატარა წიგნაკი, რომელმაც ეს იდეა გაავრცელა და მუშებმა თქვეს. აუ რა კომუნიზმი. რეებს ავრცელებენ, რა სიბნელია. არა, მათ ეს ნამდვილად არ უთქვამთ. პირიქით, მათ ეს იდეა ძალიან მოეწონათ. 1848 წლის თებერვალი, ლონდონი. ქუჩებში ნისლია და სიცივე. სტამბიდან გამოდის პატარა, მწვანეყტიანი ბროშურა. სულ რაღაც 23 გვერდი. ავტორები არ აწერია. თავიდან მაინც. სათაური. კომუნისტური პარტიის მანიფესტი. არავინ იცოდა, რომ ეს 23 გვერდიანი ტექსტი მომავალი 150 წლის განმავლობაში უფრო მეტ სისხლს დაღვრიდა, ვიდრე ჩინგისყაენმა და ნაპოლეონმა ერთად დაყვარეს. რა წერია მანიფესტში?
მარქსმა და ენგელსმა იცოდნენ, რომ მუშას ფილოსოფიისთვის დრო არ ჰქონდა. საჭირო იყო მოკლე, დანისპირივით ბასრი სიტყვები. წიგნი იწყება ცნობილი ფრაზით: აჩრდილი დადის ევროპაში, აჩრდილი კომუნიზმისა. ეს ფრაზა შემთხვევითი არ არის. მათ უნდათ შეექმნათ განცდა, რომ კომუნიზმი გარდაუვალია. ის უკვე აქ არის, როგორც ზებუნებრივი ძალა. რა იყო მთავარი მესიჯები? მოდით, დავასახელოთ ძირითადი 4 მათგანი. პირველი, ისტორიის დასასრული. მანიფესტი ამბობს, რომ მთელი ისტორია კლასთა ბრძოლაა და ეს ბრძოლა დამთავრდება პროლეტარიატის, ანუ მუშების გამარჯვებით, რაც მათი აზრით მეცნიერულადაც კი გარანტირებული იყო. მეორე, კერძო საკუთრების გაუქმება. ეს არის ბირთვი, არა უბრალოდ ქარხნების, არამედ მიწის, ბანკების, ტრანსპორტის, ყველაფერი უნდა გახდეს სახელმწიფოსი, ანუ ხალხის. მესამე, ოჯახის გაუქმება. ეს ის ნაწილია, რომელსაც ხშირად მალავდნენ. მარქსი წერდა, რომ ტრადიციული ოჯახი არის ბურჟუაზიული ინსტიტუტი, სადაც ქალი არის კერძო საკუთრება, ხოლო შვილები კაპიტალის დაგროვების საშუალება. კომუნიზმში ბავშვებს საზოგადოება ზრდის და არა მხოლოდ მშობლები. მეოთხე, ერების გაუქმება. მუშებს არ გააჩნიათ სამშობლო, წერდა მარქსი. ფრანგ მუშას უფრო მეტი აქვს საერთო გერმანელ მუშასთან, ვიდრე ფრანგ ქარხნის დირექტორთან. ნაციონალიზმი მტრის იარაღია მუშების დასაყოფად. და ბოლოს, გრანდიოზული ფინალი. პროლეტარებს არაფერი აქვს დასაკარგი, გარდა თავიანთი ბორკილებისა. მათ კი ელით მთელი სამყარო. პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით. სწორედ აქ შემოდის ფსიქოლოგიური მომენტი. ამ მანიფესტმა მილიონობით ადამიანი მოხიბლა. წარმოიდგინე, მთელი ცხოვრება გეუბნებიან, რომ შენ ხარ არაფერი, ხარ ჭანჭიკი, შენი ბედია ტალახში მუშაობა და სიკვდილი. და უცებ, მოდის ვიღაც წიგნით ხელში და გეუბნება: არა მეგობარო, შენ არ ხარ მონა, შენ ხარ ისტორიის რჩეული, რომელმაც სამყარო უნდა გადაარჩინოს. ხოლო ეს მდიდრები, პარაზიტები არიან. ყველაფერი, რაც მათ აქვთ, სინამდვილეში შენია. წადი და აიღე. ეს არ იყო მხოლოდ პოლიტიკა, ეს იყო რელიგია ღმერთის გარეშე. სამოთხე, რომელიც სიკვდილის მერე კი არ გელის, არამედ რევოლუციის შემდეგ. თუ მანიფესტი უბრალო სარეკლამო ბუკლეტი იყო, მარქსის მთავარი წიგნი, კაპიტალი, უკვე მძიმე არტილერიას წარმოადგენდა. 1848 წლის რევოლუციები ევროპაში დამარცხდა. მუშები დაარბიეს. მარქსი ლონდონში გაიქცა და წლების განმავლობაში ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში იჯდა. ის ცდილობდა მათემატიკურად დაემტკიცებინა, რატომ უნდა დანგრეულიყო კაპიტალიზმი. მან შეიმუშავა რთული ფორმულები, მაგრამ არსი მარტივი იყო. კაპიტალიზმი შობს თავის მესაფლავეს. მარქსის ლოგიკა დაახლოებით ასეთი იყო. კონკურენცია აიძულებს ქარხნებს დანერგონ მანქანები. მანქანები ჩაანაცვლებენ მუშებს. უმუშევრობა გაიზრდება, ხელფასები დაეცემა. ხალხს ფული არ ექნება, რომ პროდუქცია იყიდოს. მოხდება კრიზისი. სისტემა გაჭედავს და აფეთქდება. 1871 წელს მოხდა ის, რასაც მარქსი მთელი ცხოვრება ელოდა. პარიზში ფრანგმა მუშებმა აიღეს ძალაუფლება. მათ შექმნეს პარიზის კომუნა. ეს იყო პირველი პროლეტარული დიქტატურა. რა გააკეთეს? ეკლესია გამოყვეს სახელმწიფოსგან. ქარხნები მუშებს გადასცეს. გაუქმეს პოლიცია და შექმნეს სახალხო გვარდია. აღსრულდა ჩვენი ოცნება. დადგა დრო სანეტარო. გაიხარე მუშავ წამებულო. მაგრამ ეს გაგრძელდა მხოლოდ 72 დღე. საფრანგეთის მთავრობამ ჯარი შემოიყვანა და პარიზის ქუჩები სისხლით მორწყო. 30,000 კომუნარი დახვრიტეს. მარქსი ამას ლონდონიდან უყურებდა. მან დაასკვნა, მშვიდობიანი გზა არ არსებობს. ბურჟუაზია ნებით არაფერს დათმობს. საჭიროა დაუნდობელი ტერორი და დიქტატურა. მარქსი 1883 წელს გარდაიცვალა. ენგელსმა განაგრძო საქმე. თუმცა 1895-ში ისიც მიჰყვა მეგობარს. მათი სიკვდილის შემდეგ ევროპაში კომუნიზმი შერბილდა. მუშებმა მიიღეს საარჩევნო უფლებები. ხელფასები გაიზარდა. შეიქმნა პროფკავშირები. ევროპელმა სოციალისტებმა თქვეს: იქნებ რევოლუცია და სისხლი არ გვჭირდება. იქნებ არჩევნებით მოვიგოთ. მარქსის თეორიით,
რევოლუცია უნდა მომხდარიყო ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ინგლისში, გერმანიაში ან საფრანგეთში, სადაც ბევრი ქარხანა და მუშა იყო. მაგრამ ისტორიამ სასტიკად იხუმრა. რევოლუცია მოხდა იქ, სადაც მარქსი ყველაზე ნაკლებად ელოდა, ჩამორჩენილ აგრარულ და რელიგიურ იმპერიაში, სადაც მუშათა კლასი თითქმის არ არსებობდა. აქ სცენაზე გამოდის კაცი, რომელმაც მარქსის წიგნები იარაღად აქცია, ვლადიმერ ულიანოვი. ისტორია მას უფრო მეტად ვლადიმერ ლენინის სახელით იცნობს. მან თქვა, ჩვენ არ დაველოდებით კაპიტალიზმის განვითარებას. ჩვენ ძალით, ტერორით და რკინის დისციპლინით გადავახტებით ისტორიის ეტაპებს. ლენინმა მარქსიზმს დაამატა ახალი ელემენტი, პარტია. მარქსი ფიქრობდა, რომ ხალხი თავისით აჯანყდებოდა. ლენინმა თქვა, არა, ხალხი ბრბოა. მათ სჭირდებათ მწყემსი. ეს მწყემსი არის კომუნისტური პარტია. პროფესიონალი რევოლუციონერების ჯგუფი, რომელიც მართავს მასებს. სწორედ აქ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, იდეოლოგია მზად იყო იმისთვის, რომ ხორცი შეესხა. 1917 წელი, სოფლიო ომის ცეცხლში გახვეული ევროპა, რუსეთის იმპერია, უზარმაზარი, მოუქნელი, შიმშილითა და ომით დაღლილი გიგანტი, მუხლებზე დგას. მეფე ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა, ქვეყანაში ქაოსია. და ამ დროს, პეტერბურგის სადგურზე, გერმანიიდან ჩამოდის დალუქული ვაგონი. მასში ზის ვლადიმერ ლენინი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს. მარქსი ფიქრობდა, რომ რევოლუციას მუშების უმრავლესობა მოაწყობდა. ლენინმა დაამტკიცა, რომ საკმარისია მცირე, მაგრამ ფანატიკურად განწყობილი, კარგად ორგანიზებული ჯგუფი. ბოლშევიკებს არჩევნებში არ გაუმარჯვიათ. მათ უბრალოდ აიღეს იარაღი და დაიკავეს ტელეგრაფი, ბანკები და ხიდები. მათ ხალხს შესთავაზეს მარტივი, მაგრამ ძლიერი სლოგანი. მიწაგლეხებს, არხნები მუშებს, შვიდობა ხალხს. ეს იყო ტყუილი, მაგრამ ეს იყო ის, რისი მოსმენაც ყველას უნდოდა. რევოლუციის შემდეგ დაიწყო სამოქალაქო ომი. კომუნისტებმა ან უწითლებმა დაამარცხეს ყველა. მონარქისტები, დემოკრატები, ანარქისტები. როგორ? დაუნდობელი სისასტიკით. ლენინმა შექმნა ჩეკა, ანუ საგანგებო კომისი, რომელსაც უფლება ჰქონდა სასამართლოს გარეშე დაეხრიტა ნებისმიერი კლასობრივი მტერი. დაიწყო წითელი ტერორი. სასულიერო პირებს, ოფიცრებს, ინტელექტუალებს ხრედნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ძველ სამყაროს ეკუთვნოდნენ. ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა. ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა კაცმა, რომელიც არ იყო ორატორი და თეორეტიკოსი, მაგრამ იყო ძლიერი ბიუროკრატი, იოსებ სტალინი. ის მიხვდა, რომ მარქსის ოცნება მსოფლიო რევოლუციაზე ჭიანურდებოდა. ამიტომ მან წამოაყენა ახალი იდეა, სოციალიზმი ერთ ცალკეულ ქვეყანაში. სტალინმა შექმნა სისტემა, რომელმაც მსოფლიო შეძრა. ეს მოდელი სამ მთავარ საყრდენზე იდგა. პირველი, ინდუსტრიალიზაცია. საბჭოთა კავშირი ღარიბი ქვეყანა იყო. სტალინმა კი თქვა, ჩვენ ევროპას 100 წლით ჩამორჩებით. ან ამ მანძილს 10 წელიწადში გავირბენთ, ან ჩვენ გავხსრესენ. მან ეს მართლაც შეძლო. აშენდა გიგანტური ქარხნები და ჰესები. მეორე, კოლექტივიზაცია. გლეხებს ყველაფერი წაართვეს, მიწაც და საქონელიც. ხალხი ძალით შერეკეს კოლმეურნეობებში. ვინც წინააღმდეგობას ბედავდა, ციმბირში ასახლებდნენ. ამ პოლიტიკას მოხვა ხელოვნური შიმშილი, რომელმაც მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. და მესამე, გულაგები. დიდ მშენებლობებს მუშახელი სჭირდებოდა. გამოსავალი მარტივი იყო, პატიმრები. მილიონობით ადამიანი გაუშვეს ბანაკებში, სადაც ისინი ფაქტობრივად მონურ პირობებში შიშველი ხელებით აშენებდნენ არხებს და მოიპოვებდნენ ოქროს. ფიქრობ, რომ ეს ხალხი ბრმად მიჰყვებოდა მათ? არა, ყველაფერი უფრო რთულად იყო. კომუნიზმი არ იყო მხოლოდ შიში. ეს იყო რწმენა და ამის მხარდაჭერა ნიშნავდა პროგრესულობას. შენ გეუბნებოდნენ, კი, დღეს გიჭირს, დღეს შიმშილობ, დღეს შენი ძმა დააპატიმრეს, მაგრამ ეს აუცილებელი მსხვერპლია. ჩვენ ვაშენებთ ახალ სამყაროს შენი შვილებისთვის. ჩვენ ვქმნით ადამიანს, რომელიც არ იქნება ფულის მონა. ჩვენ ვამარცხებთ ბუნებას. არ შეიძლება და მილიონობით ადამიანი მართლა იჯერებდა. ისინი მუშაობდნენ ენთუზიაზმით, ცხოვრობდნენ კომუნალურ ბინებში
და ოცნებობდნენ კოსმოსზე. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოთა კავშირი სუპერძალა გახდა. წითელი არმია იდგა ბერლინში. სტალინმა აღმოსავლეთ ევროპა, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ბულგარეთი, აღმოსავლეთ გერმანია თავის გავლენის სფეროდ აქცია. აქ დამყარდა მარიონეტული კომუნისტური რეჟიმები. მაგრამ ყველაზე დიდი გარდატეხა მოხდა აზიაში. 1959 წელს ჩინეთის სამოქალაქო ომში გაიმარჯვა მაო ძედუნმა. მარქსიზმი მანამდე ევროპული ფენომენი იყო. მაომ ის აზიურ რეალობას მოარგო. მარქსი ამბობდა, რევოლუცია უნდა მოაწყოს მუშამ. მაომ თქვა, ჩინეთში მუშები არ არიან, სამაგიეროდ არიან გლეხები. მან გლეხობა აქცია რევოლუციურ ძალად. მაოს ექსპერიმენტი კიდევ უფრო რადიკალური იყო. მან სცადა ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია სოფლებში. გლეხებს აიძულებდა ეზოებში რკინა გამოედნოთ. შედეგად, მოსავალი ჩავარდა. დაიწყო საშინელი შიმშილობა, რომელმაც 15-დან 45 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. მაომ ახალგაზრდებს ანუ ხუნვეიბინებს მოუწოდა, გაენადგურებინათ ძველი კულტურა. სტუდენტები სცემდნენ და კლავდნენ პროფესორებს, სწავლდნენ წიგნებს და ანგრევდნენ ტაძრებს. მოდით ვნახოთ კიდევ სად გაიმარჯვა კომუნიზმმა. კუბა. ფიდელ კასტრომ და ჩე გევარამ ამერიკის ზღვირწინ შექმნეს კომუნისტური კუნძული. ეს იყო რომანტიკული რევოლუციის სიმბოლო მსოფლიო ახალგაზრდობისთვის. კორეა და ვიეტნამი. აქ კომუნიზმი ნაციონალურ განმათავისუფლებელ ბრძოლას შეერწყა. ამან გამოიწვია სისხლისმღვრელი ომები. კამბოჯა. აქ პოლ პორტმა მარქსიზმი აბსურდამდე მიიყვანა. მან გააუქმა ქალაქები, ფული, რელიგია და ოჯახი. ინტელიგენცია დახოცეს. მოსახლეობის 25% ამ ექსპერიმენტს შეეწირა. რატომ და როგორ დამარცხდა კომუნიზმი? სისტემის ეროზია. 70-იან წლებში კომუნისტური ბლოკი თითქოს სტაბილური იყო, მაგრამ ის შიგნიდან ლპებოდა. რატომ ვერ გაუძლო მან კონკურენციას? მოდით ჩამოთვალოთ 4 ძირითადი მიზეზი. პირველი, ეკონომიკური ჩიხი. მარქსს ეგონა, რომ გეგმიური ეკონომიკა, ანუ როცა სახელმწიფო წყვეტს რა და რამდენი აწარმოოს, უფრო ეფექტური იქნებოდა. ის შეცდა. სახელმწიფო ვერ თვლიდა, მაგალითად რამდენი ფეხსაცმელი სჭირდებოდა ხალხს. შედეგად, მაღაზიებში იყო დეფიციტი. საბჭოთა კავშირი უშვებდა საუკეთესო რაკეტებს, მაგრამ ვერ კერავდა ჯინსებს და ვერ აწარმოებდა ტუალეტის ქაღალდს. ხალხი იდგა უსასრულო რიგებში. ხიდველია 200 შეშარა. მეორე, мотиваციის არარსებობა. ყველა შესაძლებლობის მიხედვით, ყველას მოთხოვნილების მიხედვით, ეს პრინციპი არ მუშაობდა. თუ ინჟინერს და დამლაგებელს თითქმის ერთნაირი ხელფასი აქვთ, ინჟინერს სწავლის мотиваცია ეკარგება. გაჩნდა ფრაზა: ისინი ვითომ გვიხდიან, ჩვენ კი ვითომ მუშაობთ. მესამე, ინფორმაციული იზოლაციის გარღვევა. როდესაც ოჯახებში გაჩნდა რადიო და ტელევიზია, ხალხმა დაინახა, როგორ ცხოვრობს დასავლეთი. მათ ნახეს, რომ დამპალ კაპიტალიზმში მუშას ყავს მანქანა, აქვს სახლი და სავსე მაცივარი. იდეოლოგიური ბუშტი გასკდა. მეოთხე, ავღანეთის ომი და ჩერნობილი. ავღანეთის ომმა და ჩერნობილის კატასტროფამ საბოლოოდ აკარგინა ხალხს ნდობა. 1985 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მოვიდა მიხეილ გორბაჩოვი. მას გულწრფელად უნდოდა კომუნიზმის გადარჩენა. მან დაიწყო პერესტროიკა, ანუ გარდაქმნა და გლასნოსტი, ანუ საჯაროობა. ის ფიქრობდა, რომ თუ სისტემას ცოტა შეარბილებდა და ხალხს ლაპარაკის უფლებას მისცემდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. მაგრამ ტოტალიტარული სისტემა ჰგავს ჰერმეტულად დახურულ ქვაბს. როგორც კი გორბაჩოვმა თავსახური ოდნავ ახადა, დაგროვილი წნევა გარეთ გამოვარდა და ქვაბი ააფეთქა. ხალხს არ უნდოდა გაუმჯობესებული სოციალიზმი. მათ უნდოდა ჯინსები, კოკა-კოლა და დამოუკიდებლობა. 1989 წელს დაეცა ბერლინის კედელი, რკინის ფარდის სიმბოლო. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ერთი მეორის მიყოლებით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირი, ისტორიაში უდიდესი იმპერია, უბრალოდ გაქრა რუკიდან. კრემლზე წითელი დროშა დაუშვეს. დღეს კომუნიზმი, როგორც სახელმწიფო წყობა, შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად ჩრდილოეთ კორეა და კუბა. ხოლო ჩინეთმა და ვიეტნამმა შექმნეს ჰიბრიდი. პოლიტიკურად კომუნისტები არიან, მაგრამ ეკონომიკურად ველურ კაპიტალიზმს ეწევიან. მარქსისა და ენგელსის იდეა იყო ლამაზი უტოპია.
სამყარო უთანასწორობის გარეშე. მაგრამ როდესაც ადამიანებმა სცადეს ამის განხორციელება, აღმოაჩინეს, რომ თანასწორობის მიღწევა მხოლოდ თავისუფლების სრული მოსპობით არის შესაძლებელი. როგორც კი ადამიანს აძლევ თავისუფლებას, ის ხდება არათანასწორი. ვიღაც უფრო ნიჭიერია, ვიღაც უფრო მშრომელი და ვიღაც უფრო ზარმაცი. კომუნიზმი დამარცხდა არა იარაღით, არამედ ადამიანის ბუნებით. ადამიანს სურს ჰქონდეს თავისი. მარქსმა ვერ გათვალა ადამიანის ეგო და კიდევ ბევრი რამ. და მაინც, როდესაც დღეს უყურებ უსამართლობას, სიღარიბეს და მდიდრების ვილებს, სადღაც გულის სიღრმეში ისე ვიღვიძებს ის ძველი კითხვა. ნუ თუ ეს ასე უნდა იყოს. და სწორედ ამ კითხვამ და ამ უსამართლობის განცდამ ასაზრდოვა კომუნიზმი.